სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. ჩვენ შიგადაში უნდა დაუბრუნდეთ ხოლმე ჩვენ სამოციქულო საკითხავებს. აუცილებელია. თან დღევანდელი დღიდან დაიწყო გალატელთა მიმართ ეპისტოლის საკითხვა. ლიტურგიკულად ესე არის აწყობილი, რომ მთელი ახალი აღთქმა იკითხება ხოლმე წლის განმავლობაში. ვთქვათ, სახარებიდან რაღაცა ნაწილი დაიწყება მათეთი, მერე იოანეთი დამთავრდება. წლის განმავლობაში ყოველკვირეულ საკითხავში ესე არის, უბრალოდ ყოველდღიურ საკითხავში. და ასევე გახლავთ სამოციქულოც, ჩვენ წავიკითხეთ უკვე იწყება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სულთმოფენობის შემდგომი კვირიდან, ესე არის ათვლა, სულთმოფენობიდან პირველი კვირა, სულთმოფენობიდან მეორე კვირა და იმის მიხედვით არის ეს ყველაფერი განაწილებული და სულთმოფენობიდან მერამდენე კვირა დამავიწყდა, მაგრამ დღეს უკვე გადავედით გალატელთა მიმართ ეპისტოლეზე. იქამდე წავიკითხეთ რომაელთა მიმართ ეპისტოლე და 2 კორინთელთა მიმართ ეპისტოლე იქნა წაკითხული და შიგადაში ვცდილობდი რომ რაღაცები მეთქვა თქვენთვის ხან ეპისტოლედან და ხან სახარებიდან რომ არც ერთს არ დავშორდეთ. ეხლა ვფიქრობ რომ გალატელთა მიმართ ეპისტოლე რადგან იწყებოდა დღევანდელ დღეს გვცოდნოდა ამის შესახებ ორიოდე სიტყვით, იმიტომ რომ შეიძლება ყოველ კვირას ვეღარ მოვახერხო გალატელებზე საუბარი, რას წერს პავლე მოციქული, მაგრამ გცოდნოდათ ორიოდე სიტყვით მისი შინაარსი რა იყო ამის მნიშვნელობა და თან ეს შესავალი გაგვეკეთებია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან ეპისტოლეს წარმოადგენს. ყველა ეპისტოლე, რა თქმა უნდა, მაგრამ გალატელთა განსაკუთრებულად მიყვარს შეიძლება ითქვას, ითვლება რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი ეპისტოლე პავლე მოციქულისა, თუმცა კი რიგითობის მიხედვით თქვათ იქ ჯერ რომაელთა და მერე 2 კორინთელთა და მერე იწყება გალატელთა მიმართ ეპისტოლე, პატარა ეპისტოლეა, სულ 6 თავია. აქ არის საუბარი ძალიან საინტერესო ამბებზე, მაგალითად სულიწმინდის ნაყოფებზე. რომ სულიწმინდის ნაყოფები რა არის, ეს ჩამონათვალი გვაქვს ჩვენ მეხუთე თავში. და ძალიან ბევრი საინტერესო საკითხია და დღეს პირველი თავის რაღაცა ნაწილი წავიკითხეთ ჩვენ. გალატელები იყვნენ ძირითადად ბერძნები. ამ ბერძნებს მოკლედ პავლე მოციქულმა ჩავიდა და უქადაგა იესო ქრისტეს სახარება, ასწავლა მათ სახარება და ისინი მოინათლნენ იესო ქრისტეს სახელით, მაგრამ ამის შემდგომ ძალიან ბევრი ებრაელი დევნულება რომ დაიწყო რაღაცა იერუსალიმიდან, ძალიან ბევრი ებრაელი ჩამოვიდა გალატიაში. იმიტომ რომ შედარებით 7 ქალაქი იყო. ეტყობა და ამ ებრაელებმა, მათ შორის ეს არ გეგონოთ ისეთი ებრაელები, რომლებიც ქრისტეს უარყოფდნენ, არამედ პირიქით ქრისტეს ამღიარებლები, რომლებმაც ქრისტე როგორც მესია და მხსნელად მიიღეს, მათაც კი ჰქონდათ რაღაცა გარკვეული პრობლემები და ამ პრობლემების შესახებ უნდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ დღევანდელ დღესაც არის ზუსტად ასეთივე პრობლემები. სწორედ აი ამ გალატიაში ჩასულმა ებრაელებმა ამ გალატელებს მოსთხოვეს, რომ სჯულის კანონის დაცვა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სახარებისეული მადლი, რომელსაც ჩვენ სახარებით ვახარებთო. პავლე ასეთ რამეს წერს. საიდან მოიტანეს ეს? იქედან მოიტანეს, რომ თვითონ ასე იყვნენ გაზრდილები. აი ამ პრინციპით გაზარდეს, რა რომ სჯული არის ყველაზე და ყველაფერზე უფრო უპირატესი. და ქრისტეს ჯვარცმით რომ ეს განქარდა არა სჯული, განქარდა არა ის, რომ სჯული აღარ არის შესაძლებელი, არამედ ცოდნა იმისა, რომ სჯულის შესრულებით კი არ მოხდება ცხონება, არამედ ქრისტეს სარწმუნოებითა და მისი მადლით არის შესაძლებელი ცხონება, ამის შესახებ სწავლებას თითქოს ვერ ღებულობდნენ კარგად, იმიტომ რომ მათთვის კვლავ სჯული რჩებოდა უპირატესი. ამიტომაც ამ გალატელებს ეუბნებიან ეხლა რომ როგორ თუ წინადაცვეთილება არ გექნებათ, როგორ შეიძლება თქვენი გადარჩენა საერთოდ. ამ გალატელებმა საერთოდ არ იციან ამ წინადაცვეთილების შესახებ სწავლება, მონათლული არიან იესო ქრისტეს სახელით და ამის შესახებ ძალიან დიდი დავა ატყდა ამ თემის ირგვლივ, ისე რომ პირველი საეკლესიო კრება შეიძლება ასე ითქვას, სოფლიო საეკლესიო კრება არ ქვია, მაგრამ პირველი მოციქულთა კრება სწორედ ამ თემის გამო შეიკრიბა. ეს გახლავთ საქმე მოციქულთას მე-15 თავში მოთხრობილი, შეგიძლიათ გადაათვალიეროთ და ნახოთ, სადაც შეიკრიბებიან მოციქულები და მსჯელობენ ამის შესახებ და საბოლოო სიტყვა სიტყვის იაკობი
დღეს გალატელთა მიმართ ეპისტოლეშიც არის მოხსენიებული იაკობი, რომელიც იყო ხორციელი ძმა უფლისა, მას ასე უწოდებს სახარება და წმინდა წერილში ასე არის მოხსენიებული პირველი ეპისკოპოსი იერუსალიმისა, რომელიც ამბობს ასეთ რამეს, რომ ისეთი კანონებიო, რატომ უნდა დავადოთო ახალ მოქცეულ ადამიანებს, რომელიც ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმაც კი ვერ ვიტვირთეთო. ვერ შევძელით ამ ყველაფრის ტვირთვაო. და ამიტომ ეხლა მათ დავადოთ ჩვენ ესეთი კანონები, ესო ძნელი იქნებაო მათთვისო და ნუ დავაფრთხობთო ამ ხალხსო. ამიტომ დავავალოთ ასეთი რამო, რომ მოერიდონ სიძვას, მრუშებას, კერპთაყვანისმცემლობას და ნაკერპავის ჭამას, სისხლიანი რაღაცა პროდუქტის ცხოველის ჭამას და ეს იყოსო მათთვისო მთავარი კანონიო და თუ ამას დაიცავენ, კარგი იქნებაო. და ასეთი იყო პირველი კრების, შეიძლება ითქვას, მოციქულთა კრების განაჩენი, მათ თქვეს, რომ არავითარი აუცილებლობა აღარ არსებობდა უკვე არც წინადაცვეთისა და არც კიდევ სხვა იმ კანონით, მათ შორის სისხლიანი მსხვერპლშეწირვის შესრულებისა, იმიტომ რომ სისხლიანი მსხვერპლშეწირვა თვითონ ქრისტე ღმერთმა აღასრულა. ამიტომაც ამ კრებამდეა სწორედ ეს დაწერილი, მინდა გითხრათ, ეს კრება ჯერ არ შემდგარა, ამიტომაც გალატიაში ჩამოსულმა ებრაელებმა შეიტანეს რაღაცა თავიანთი, მოდით ასე ვთქვათ, შფოთი შეიტანეს ის, რაც დათესა პავლემ, მათ შფოთი შეიტანეს ამაში და ამის გამო პავლე იძულებულია, რომ მათ მისწეროს ასეთი წერილი. მე ვაგრძელებ მე-6 მუხლიდან კითხვას, იმიტომ რომ თავიდან მისასალმებელი სიტყვაა და დრო რო არ დავკარგო, თუმცა კი იქაც ძალიან მნიშვნელოვანია თავის სამოციქულო ღვაწლის შესახებ ლაპარაკობს, რომ ნამდვილად მოციქული ამას ამტკიცებს. მე-6 მუხლიდან ასე იწყება. მიკვირს, რომ ქრისტეს მადლით თქვენი მხმობელისაგან ესოდენ სწრაფად მიიქცევით სხვა სახარების მიმართ. ეს სხვა სახარება გახლავთ სწორედ ის, რასაც ისინი ეუბნებიან, რომ არა, სჯულის სრული დაცვა არის აუცილებელი. თუმცა ის სხვა კი არ არის, არამედ არიან კაცნი, რომელნიც გამღვრევენ თქვენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. ეს ადამიანებზე წერს, რომლებიც ესე იგი სხვანაირად ასწავლიან. და ამის შემდგომ ამბობს ძალიან მკაცრ განაჩენს. ნახეთ როგორ განაჩენს ამბობს. მაგრამ თვით ჩვენში იგულისხმება ვინ? მოციქულები. მოციქულებზეა საუბარი. მაგრამ თვით ჩვენს გინდა ანგელოზი ზეცით, რომ გახარებდეთ არა იმას, რაც აქამდე გვიხარებია თქვენთვის, შეჩვენებული იყოს. რაც უწინ მithქვამს კვლავ გავიმეორებ, ახლაც იმასვე ვიტყვი. თუ ვინმე გახარებთ თქვენ სხვა რამეს, გარდა იმისა, რაც მიგიღიათ, შეჩვენებული იყოს. კვლავ ვიმეორებს ამ სიტყვას. რას ნიშნავს ეს? ძალიან მკაცრად უდგება ის ამ საკითხს, იმიტომ რომ ხსნა, გადარჩენა მადლის მიერია და არა სჯულის მიერი. სჯულით რომ შესაძლებელი ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაშინ ქრისტეს განკაცება არ იქნებოდა საჭირო, იმიტომ რომ ვიღაცა გამოჩნდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც სჯულს სრულად დაიცავდა, აბსოლუტურად ყველა მუხლს სრულად დაიცავდა და გადარჩებოდა ეს ადამიანი და ის თუ გადარჩებოდა, იქნება ჩვენც გადავერჩინეთ, მაგრამ შეუძლებელი იყო ჯერ ერთი სჯულის ყველა მუხლის შესრულება შეუძლებელი ადამიანის მიერ, იმიტომ რომ ცოდვის არის დაცემული და ფიზიკურად თუ არ შესწოდავს, შეიძლება გონებრივად შესწოდოს. და მით უმეტეს რომ ფიზიკურადაც შეიძლება გამოიჩინოს სისუსტე და ვერ შეიკავოს ადამიანმა ამა თუ იმ ცოდვისგან. ხოლო ამჟამად კაცს თუ არ წმუნებ თუ ღმერთს, ან იქნებ ვცდილობ კაცს ვაამო, რადგან აქამდე რომ ვაამებდე მათ, აღარ ვიქნებოდი ქრისტეს მონა. აქ საუბრობს, რომ არავითარი ავტორიტეტი არ არსებობს ქრისტეს გარდა. არ შეიძლება ვინმეს აამებდეს ადამიანი ქრისტე ღმერთის გარდა. სად რომელ სამსახურშიც და რომელ სახელმწიფო იმაშიც არ უნდა მსახურებდე, ერთადერთი ვისაც შეიძლება აამებდე, კარგი გაგებით აამებდე ამას გულისხმობ იმას, რომ ერთადერთი შენი მსახურება უნდა იყოს ქრისტეს წინაშე. თუ ადამიანის საამებლად აკეთებ ამას, იმიტომ მეტყვი ეხლა რომ რაღაცნაირად მოუქონო თავიო როგორც ქართული გამოთქმა ან მოთაფლო რაღაცნაირად ადამიანი იმით რომ ეხლა ამ წუთში დაამშვიდო და დააწყნარო, არა, სისულელი არის ეს, იმიტომ რომ შეიძლება შეცდომაში შეიყვანო ასე ადამიანი. ამიტომაც კაცთა საამებლად კი არ არის ჩვენთვის მოცემული ეს სახარება, რომელ სახარებაზედაც ეხლა ჩვენ მოგვიწევს საუბარი. არამედ ქრისტეს საამებლად არის, იმიტომ რომ ჩვენ მის სჯულს უნდა ვიცავდეთ და
ჩვენ მისი მადლისმიერი გამოხსნისა უნდა გვჯეროდეს და გვწამდეს. და ვნახოთ რას წერს. გაუწყებთ თქვენ ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცთა მიერი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი და ამაზე მინდოდა მელაპარაკა, თუმცა კი სხვა რაღაცებსაც წაგიკითხავთ. რას ნიშნავს არ არის კაცთა მიერი ეს სახარება? თქვენ ალბათ გახსოვთ, მაგრამ მე უნდა შეგახსენოთ პავლე მოციქულის მოქცევა. პავლე მოციქული იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა სჯულის ზედმიწევნით დაცვას. ამიტომაც ქრისტეს სწავლება რომ გაიგო მან, რა სწავლებაც შემოვიდა ებრაულ საზოგადოებაში, იფიქრა რომ ეს იყო მწვალებლობა, ეს იყო მისი სჯულის საწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ ის გახდა ქრისტიანთა მდევნელი. მდევნელი იმდენად, რამდენადაც სჯული მას ამას ავალდებულებდა, ესე იგი მოშურნე იყო ამისა, რომ ქრისტიანებს დაძდევდა პირდაპირ და სტეფანე პირველ დიაკონი ჩაქოლვის დროს პავლესთან დააწყეს მისი ტანსაცმელიო წერია, დააწყეს იმიტომ, რომ თვითონ ვერ მიიღებდა მონაწილეობას უასაკობის გამო. 30 წლამდე ადამიანს უფლება არ ქონდა მსგავს რაღაცა განჩინებაში მონაწილეობა მიეღო, უასაკოდ ითვლებოდა ის. შესაბამისად, პავლესთან ალაგებენ ტანსაცმელის დალაგება ნიშნავს, რომ მაშინ ასე არ ქონდათ. დღეს რო არის ჩვენთან კარადაში ჩამწკრივებული სხვადასხვა პერანგი და თითო ტანსაცმელი ქონდათ, შეიძლება მეტი არა და ამ ქვით ჩაქოლვის დროს რომ არ დასრულიყო, სისხლით არ შებრალულიყო, ამ ზედა ტანისამოს მოკლედ წელზევით შიშვლდებოდნენ მამაკაცები და ისე ისროდნენ ამ ქვებს და ეს ტანსაცმელი პავლეს ფეხებთან დააწყეს, რომ არ დაკარგულიყო და რომ არ არეულიყო. ამიტომაც პავლე ესწრება სტეფანე პირველ დიაკონის ჩაქოლვას. ამის შემდგომ გამოითხოვს საბუთს, რომელიც საბუთითაც ის მიდის დამასკოში, იმიტომ რომ გაუგია რომ იქ დამასკოში ქრისტიანები იკრიბებიან და უნდა რომ ისინი სულ თმებით ჩამოათრიოს იერუსალიმში, სასამართლოს წინაშე წარადგინოს და შესაბამისი სასჯელი მიიღოს სულ. და აი ამ დამასკოს გზაზე ხდება ასეთი სასწაული, რომ პავლეს საღვთო სინათლე ეცხადება და მას თვალთ დაუბნელდება და ესმის ხმა, რომელსაც ვერ ხედავს, მაგრამ ისმის ხმა და პავლეს ვამს ასეთ კითხვას. ვინ ხარ შენ უფალო? იცით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის. ოღონდ უნდა ვიცოდეთ ტრადიცია. ვინ სვამს ამ კითხვას? თუ ამას სვამს ბერძენი ადამიანი, ის შეიძლება სვავდეს ამ კითხვას, რომ ბერძნებს ბევრი ღმერთი ყავდათ. ძალიან ბევრი. შეიძლება ზევსს ელაპარაკებოდეს და შეიძლება ჰერაკლეს და შეიძლება, ცრუ ღმერთებია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ყველაფერი, მაგრამ მათთვის ესენი ღმერთები. ამიტომ ბერძენი თუ დასვამდა ამ კითხვას, მაშინ ის დასვავდა ამ კუთხით. ახლა ებრაელი რომ სვამს, როგორ სვავს, იცით ამ კითხვას? ებრაელმა ზუსტად იცის, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ მისი გამოცხადება ხდება ძირითადად 10 სახელით. ეს 10 სახელია. მაგალითად ელოჰიმ, რომელიც ნიშნავს მსაჯულებს და რაც იმის მანიშნებელია, რომ თუ პავლეს ამ სახელით გამოეცხადებოდა, პავლე გაამართლებდა თავის აქციელს და იტყოდა: მსაჯული ღმერთი გამომეცხადა იმისთვის, რომ განვსაჯო. იმისთვის, რომ ჩემი საქციელი მართალია, რომ მე ქრისტიანების როგორც ვექცეოდი, ასე უნდა მოვექცე. იმიტომ რომ მსაჯულია ღმერთი და მან მე დამაყენა მსაჯულად. შემდეგი სახელია იახვე, რომელიც მოწყალეს ნიშნავს. თუ ამ სახელით გამოეცხადებოდა, პავლე მიხვდებოდა, რომ მოწყალება უნდა გამოეჩინა. შემდეგი სახელია კიდევ მაგალითად ელ-შადაი, ებრაულად ასე ჟღერს, ეს ნიშნავს ყოვლის მფრობელი და ასე შემდგომ სახელის მიხედვით ხდებოდა განსაზღვრება შემდგომი მოქმედებისა, იმიტომ რომ ყველა წინასწარმეტყველს სახელით ეცხადებოდა ღმერთი, რაღაცა სახელს ეუბნებოდა ღმერთი, ერთია რა თქმა უნდა და ერთი და იგივე ღმერთზე ვლაპარაკობთ, რომელიც სხვადასხვა სახელს უმჟღავნებს ადამიანს, იმიტომ რომ ეს ამ სახელმა უნდა განაპირობოს შემდგომი მისი მოქმედება, რა პრინციპით უნდა იმოქმედოს ამ ადამიანმა. ამიტომაც პავლე მოციქულს ეჭვი კი არ ეპარება იმაში, რომ ღმერთი ეცხადება. ვინ ხარ შენ უფალო, რომ ეკითხება? იმას კი არ ეკითხება, რომ ვინ გამოეცხადა, ამაში კი არ აქვს ეჭვი შეტანილი. მას აინტერესებს, რა სახელს ეტყვის ის. ამიტომაც სახელს, რომელსაც ის მიიღებს, ასეთია: მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი.
და გაგიჭირდება დეზის წიხვა. აი ესეთი იყო პასუხი. ეს ამბავი საქმე მოციქულთაში წერია და თქვენ შეგიძლიათ გადაათვალიეროთ, გადამამოწმოთ ხოლმე მე რომ რამეს ისეც ხო არ ვამბობ, რაც იქ არ წერია. ეს პავლესთვის ნიშნავდა უკვე მოცემულობას, რომ თურმე იესოს, რომელსაც დევნის, თურმე ეს იმ ღმერთის ერთ-ერთი სახელია, 10 გაცხადებული სახელიდან და კიდე სხვა უამრავი სახელიდან, რომელიც ბიბლიაშია გაცხადებული, 10 ძირითადი, დანარჩენი გაცხადებული. აღმოჩნდა, რომ იესო თურმე ღმერთია. ამიტომაც წერს კადნიერად ამას ასაწერს, გაუწყებთ თქვენ ძმანო სახარებას, რომელიც ჩემგან გეხარათ და არ არის კაცთა მიერი. იმიტომ რომ ამის შემდგომ პავლემ რაც ისწავლა, ამ გამოცხადებით ისწავლა. გამოცხადებითია მისი სახარება და მისი კარნახით დაწერა ლუკა მახარებელმა სახარება და დაწერა საქმე მოციქულთა ამის შემდგომ. ლუკა მახარებელი, რომელიც არ ესწრებოდა იქ მოვლენებს, პავლეს კარნახით წერს ისეთ ამბებს, რომელსაც სხვათა შორის არც პავლე არ ესწრებოდა. საიდან? გამოცხადებით, რა თქმა უნდა. მათ შორის ლუკა მახარებელს ყველაზე უფრო ვრცლად აქვს აღწერილი და თვითონ პავლეს ძალიან დაწვრილებით აქვს აღწერილი ზიარების სცენა, როგორ აზიარა ქრისტემ მოციქულები. და ლუკას სახარებიდან ყველაზე მეტის წაკითხვა შეიძლება აქ და მისი კორინთელთა მიმართ ეპისტოლე, სადაც ის ზიარებას ხსნის, რა არის ზიარება, ყველაზე მეტის გაგება შეიძლება, ოღონდ პავლე ამას არ ესწრებოდა. ეხლა ვკითხულობთ, საიდან? რა თქმა უნდა, გამოცხადებით. ამიტომაც სახარება, რომელიც ჩვენ მოგვეცა, ეს არ არის კაცთა მიერი, ეს არის გამოცხადების შედეგი, ამიტომაც ჩვენ ამას არ ვუყურებთ როგორც ჩვეულებრივ წიგნს. ამიტომაც ამბობს პავლე, რომ როგორ შეიძლება ამას გადაუხვიო და სხვა სწავლება მიიღო. ოღონდ ეს სხვა სწავლება თქვენ არ გეგონოთ, რომ ვინმე სხვა სახარება გააჩნია. აბსოლუტურად ყველა მწვალებლობა, რომელიც ედავებოდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მართლმადიდებლობას, ედავებოდა, თქვენ ხო არ გონიათ მათ სხვა სახარება მოქონდათ იმისთვის, მაგალითად, რომ მე ახლა აგერ სხვა სახარება ვიპოვე და ამითი უნდა შეგედაო შენ. არა, ჩემო ბატონო, ერთი და იგივე სახარება, რომელიც სხვადასხვანაირად ესმოდათ ადამიანებს. ჩვეულებრივ ადამიანებს. მაგრამ ვისაც გამოცხადებითად ჰქონდათ ეს მიღებული და მათი დაწერილი იყო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ისინი უაღრესი ავტორიტეტები არიან. როგორც წერს პავლე და ამის შემდგომ ამტკიცებს ამ სიტყვებს ნახეთ რითი, რადგან მეც კაცთაგან კი არ მიმიღია ან მისწავლია ის, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით. და ეს ჭეშმარიტად რასია. თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას და ვარბევდი მას. აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემს მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპის ეულგარდამოცემებს, ხოლო როდესაც ღმერთმა, რომელმაც დედის საშოდანვე ამომარჩია და თავისი მადლით მიხმო, ინება თავისი ძის გამოცხადება ჩემში, რათა წარმართათვის მეხარებინა იგი. მაშინვე როდი დავკითხვივარ ხორცსა და სისხლს და არც ავსულვარ იერუსალიმს, არამედ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბეთ წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს. ანუ როგორც კი მიიღო მან სრული გამოცხადება იესო ქრისტესი, სახარების სრული კარნახი, ის მიდის პირდაპირ საქადაგებლად. იერუსალიმში კი არ წასულა. იქ კი არ ჩასულა იმისთვის, რომ რაღაცა დაემტკიცებინა. თუმცა კი ამასაც გააკეთებს და რატომ ამასაც მოგახსენებ. ხოლო 3 წლის შემდგომ, ანუ 3 წელი ქადაგებდა სახარებას, რომელიც გამოეცხადა ქრისტესგან, 3 წლის შემდეგ პეტრეს სანახავად დავედი იერუსალიმში, 15 დღე დავყავი მასთან, სხვა მოციქულთაგან კი არავინ მინახავს, იაკობის უფლისძმის გარდა, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ, ხოლო იმაში, რასაც წერთ, ღმერთია მოწმე, რომ არ ვტყუი. რატომ ავიდა მოციქულებთან? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გადაამოწმა ის, რასაც ქადაგებდა, იყო თუ არა ჭეშმარიტი სახარება. და მოციქულებისგან მან მიიღო დასტური, ამ დასტურის ნიშნად პავლემ მიიღო მოციქულთაგან ხელდასხმა და პავლე გახდა, შეიძლება ასე ითქვა, სრულყოფილი მოციქული, რა თქმა უნდა, ღმერთისგან იყო დადგენილი, მაგრამ
მოციქულთაგან უკვე დადგინებული და აღიარებული, რომ საზოგადოების წინაშე აღარ ქონოდა მას ესეთი პრობლემა, იმიტომ რომ უჭირდათ მისი მიღება. ვერ გაიგეს ეს კაცი გუშინ ქრისტიანებს ძევნიდა და დღენ ქრისტიანობაზე ლაპარაკობს. მაგრამ მე თვითონ სახარებაზე მინდოდა ორიოდე სიტყვით მეთქვა და არ მინდა დაგღალოთ, რომ რა არის მაინც სახარება ჩვენს ცხოვრებაში. წეღარ ვთქვი, სახარება ერთია, მაგრამ ადამიანს შეიძლება ის სხვადასხვანაირად ესმოდეს. ყველა ადამიანი თავისებურად ხსნიდეს ამას. ვიღაცა არის, რომელიც ცდილობს, რომ სახარებისეული სინამდვილე მოარგოს თავის ცხოვრებას, როგორც მას აწყობს, ისე გამოიყენოს. ასე დაახლოებით მინდა გითხრათ, სექტანტები იქცევიან, როდესაც ერთი მუხლით საზრდოობენ და გეტყვიან, აქ რო ასე წერია, იმის წინ რა წერია და იმის შემდეგ არ აინტერესებს. არიან ადამიანები, რომლებიც იმას კი არ ცდილობენ, რომ მოარგონ თავის ცხოვრებას, არამედ თავისებური ახსნა განმარტება, როგორც გალატელებთან ჩავიდნენ და მხოლოდ კანონებზე ესაუბრებოდნენ ებრაელები, გალატელებს და ეუბნებიან, რომ თქვენ ამ კანონებს თუ არ შეასრულებთ, ესე იგი ვერ ცხონდებით. ამ დროს თვითონ ვერ ასრულებდნენ ამ კანონებს. შეუძლებელი იყო ამ კანონების შესრულება. არიან ესეთი კატეგორიის ადამიანები. დღევანდელი დღის პრობლემებს მოგახსენებთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად სხვებს ვთხოვთ, სხვა ადამიანს ვეტყვით, რომ შენ ამას რატომ არ ასრულებ? და შენ თვითონ ასრულებ. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ღმერთი ისეთი მოწყალეა, რომ აბსოლუტურად ყველაფერს გვაპატიებს და არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ღმერთი ისეთი სასტიკია, რომ არაფერსაც არ გვაპატიებს. და აი ეს შუალედური გზა, რომელსაც ნამდვილი და ჭეშმარიტი სათნოება ქვია, ეს ავიწყდებათ სწორედ მათ, რომ ღმერთი სამართლიანია მოწყალებაში და მოწყალეა სამართლიანობაში. ასე აღასრულებს ის თავის ქმედებას და რაც მთავარია, მოსიყვარულია. იყო ასეთი ტრადიცია ებრაულ საზოგადოებაში, რომ განაჩენი ვისაც უნდა გამოეტანა, კარიბჭესთან იჯდა ხოლმე 10 უხუცესი კაცი. ეს უხუცესი, როგორი საპატივცემულოც, როგორი მოღვაწეობით გამორჩეულიც არ უნდა ყოფილიყო, განაჩენის გამოტანის უფლება არ ქონდა, თუ მას არ ყავდა ცოლ-შვილი. იცით რატომ? იმიტომ რომ ცოლ-შვილიანი კაცი აბსოლუტურად სხვანაირ განაჩენს გამოიტანს, ვიდრე უცოლ-შვილო. იმიტომ რომ მას შვილის სიყვარული არ განუცდია. ამ შვილის სიყვარულის გამო შეიძლება მოწყალება გაქრეს მასში და მხოლოდ კანონებით ისარგებლოს. ამიტომაც, როდესაც სახარებას კითხულობთ, სხვას ნუ კი მოთხოვთ სახარების შესრულებას. საკუთარ თავს უნდა მოთხოვოთ და თუ კი კანონიერების შესახებ ლაპარაკობთ, გაიხსენეთ, რომ ამ კანონიერებაში მოწყალეა ღმერთი და შენ სისუსტეს ხედავს. და თუ კი მხოლოდ მოწყალებაზე გინდათ ლაპარაკი, რომ მოწყალეა და ყველაფერს მაპატიებს, იქვე უნდა გაგახსენდეს, რომ ის კანონიერიც არის და მსაჯულიც არის და რას ნიშნავს ეს კანონიერება და მსაჯულება? სხვათა შორის გუშინ მომეწია ამის შესახებ საუბარი და კიდევ გავიხსენებ, რომელ კანონიერებაზეა ლაპარაკი? რომ ყველაზე დიდი ცოდვა რა არის? გიფიქრიათ ამაზე? რა არის ყველაზე დიდი ცოდვა და ალბათ ყველა ჩამოთვლის ახლა, რომ იქ მკვლელობა და ვიღაცა თვითმკვლელობას იტყვის და ვიღაცა ამას იტყვის და ვიღაცა იმას. ყველაზე დიდი ცოდვა არის ის, რომლის ჩადენაც შეგეძლო, რომ არ მომხდარიყო და თავი შეგეკავებინა და მაინც ჩაიდინე. აი ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა. ნიშნულობა არ აქვს ამას მკვლელობასთან. შეიძლება უბრალოდ ჭორაობა იყოს. შეგეძლო, რომ თავი შეგეკავებინა და თავი არ შეიკავე. შეგინება იყოს, რომ შეგეძლო თავი შეგეკავებინა და თავი არ შეიკავე. პასუხის გაცემა იყოს, სადაც შეგეძლო გაჩერებულიყავე. არ იყო ეს შენი სისუსტე. ეს იყო პირიქით შეგეძლო, ყველანაირი ძალაუფლება გქონდა, მაგრამ არ გააკეთე. ამიტომაც ყოველთვის უნდა გახსოვდეს, სამართლიანია მოწყალებაში და მოწყალე სამართლიანობაში, იმიტომ რომ შენი სისუსტის გამო თუ რამე დააშავე, ღმერთი იტყვის, რომ შესაწყალებელია ეს, იმიტომ რომ სუსტია და რა ვქნათ. როგორც კეთილი მამა იტყვის თავის შვილზე, რაღაცას ვერ ართმევს ჩემი შვილი თავს და ამიტომ მე მას ახლებ ინდომებს, მაგრამ ვერ ართმევს თავს. ამიტომ არ არის ის სახლიდან გაგდების ღირსი. მაგრამ პირიქით თუ ხდება, ხედავს რომ არც ინდომებს, არც არაფერს არ აკეთებს,
მხოლოდ მოწყალება ხო ვეღარ უშველის მას. იმიტომ რომ გეუბნები რაღაცა მოინდომე, თუ ვერ გააკეთებ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მხოლოდ შენ მოინდომე რომ რაღაც ერთი ნაბიჯი წინ გადადგა. მაშინ უკვე მხოლოდ სამართლიანი ხდება. მამაც და ამბობს რომ შენ რადგანაც არ მოინდომე, ესე იგი არ გდომებია ჩემთან ერთად ყოფნა და მოდი კარგად იყავი, შენი გზა ნახე. ასე უნდა შეხედოთ ამ საკითხს. მოწყალებასაც, სამართალსაც და სახარებას სწორედ ამ თვალით უნდა წაიკითხოთ და არავითარ შემთხვევაში ისე, როგორც თქვენ გესმით, ან როგორც თქვენ გაწყობთ, რომ ღმერთი თურმე ამაში მე შემიწყალებს, იმიტომ რომ მოწყალეა და აქ კიდევ სამართლი მე ამას ახან ვასრულებ, აქ სამართლიანად უნდა მომთხოვოს, იმიტომ რომ შევასრულე სამართლიანად ესა თუ ის კანონი. ანუ სადაც შენ და როგორც შენ გაწყობს, ისე არ იქნება ეს მოქმედება. ეს მოქმედება იქნება ნამდვილი მამისეული სიყვარულით, როგორც შეიძლება განსჯიდეს ამას ადამიანური გონება, იმაზე უფრო ღრმად, იმაზე უფრო მოსიყვარულით მეტად ავსებული განსჯის ამას ღმერთი და ამიტომ ასე უნდა შეხედოთ და ნურავის ნუ დაუჯერებთ, თუ ვინმე სხვა სახარება გახაროთ, ან მხოლოდ სამართლიანობისა და მსაჯულობის შესახებ, ან მხოლოდ მოწყალების შესახებ, ან მხოლოდ რომ სიყვარულის შესახებ არის ლაპარაკი, თქვით რომ ეს ყველაფერი ცალ-ცალკე კი არ არის, ეს ყველაფერი ერთად არის და ერთად არის ეს ყველაფერი ჩემი სახარება და როგორც პავლე მოციქული ამბობს, თუ ვინმემ ჩვენგანმა, ანუ მოციქულმა, ან ანგელოზმა გახაროთ სხვა რამ, შეჩვენებული იყოს. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთს.